კარალეთის ინციდენტის მონაწილეების დაკავებას ქართული ოცნება და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. კოალიციის წევრი თეა წულუკიანის თქმით, მიღებული ზომები საკმარისი არ არის და სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე კიდევ 3 პირი უნდა დააგავონ. Ეს რეაგირება არის უსამართლო, არათანაზომიერი. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან დაკავებულებს, იქ არის კახა გოგიაშვილი, რომელიც არის დაზარალებული, მას აქვს ტვინის შერყევა და ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა მოტივით არის კახა გოგიაშვილი 15 დღით ციხეში ჩასმული, როდესაც ის თავად არის დაზარალებული. გამოძიების ეფექტურობაზე ძალიან ძნელია საუბარი. ერთი რამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თავისთავად ის, რომ გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა აუცილებელი იყო, ვიცით, იმიტომ რომ ორივე მხრიდან მოხდა გარკვეული დაპირისპირება და ამან დაზიანება გამოიწვია ადამიანების. კრიტიკულად განწყობილი მოთვალათეების მიმართ ტერორის პოლიტიკა ახალ ფორმატში გადადის. დაპირისპირებებისა და დაშინების ველი ამჯერად სოციალური ქსელი Facebook-ია, სადაც ჩინეთთან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სახით კონკრეტული პირი ინტერნეტის რიგით მომხმარებლებზე მორალურ ზეწოლას და მუქარას დაუფარავად ახდენს. სოციალურ ქსელში გურამ გორგიშელის სახელით მუქარა კარალეთის ინციდენტის დროს კახი კალაძესთან დაპირისპირებული აქტივისტის გოგიტა გოჩაშვილის ქმედების სარკასტულ შეფასებას მოჰყვა, რომელიც აქტიურმა ინტერნეტ მომხმარებელმა ოთარ გრიგოლიამ თავის გვერდზე განათავსა. მე ირონიულად აღვნიშნე, რომ მეთქი ეს არის გლეხი, რომელიც ყანიდან გამოვიდა. ეხლა ვიგულისხმე ირონიულად, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება იყოს გლეხი და ესეთი აგრესიული არ იქნებოდა რა შესაბამისად. პოლიციელის სტატუსით მუქარის ავტორის ტექსტი შეურაცხყოფელი და აგრესიული აღმოჩნდა. ეს ის გლეხი არაა ყანიდან რომ გამოვიდა. ეგ ის გლეხია რუსეთს და საქართველოს შორის კონფლიქტის დროს რომ იქ ცხოვრობდა და ბარეორ შენაირ ბიჭ დედა და გინდა ცემით და გინდა სიტყვით. თუ კაი ბიჭი ხარ უთხარი რომ ეს გლეხია, ყანის მეტი რო არაფერი უნახია. როგორ ფიქრობ უნდა მამაშენ სამხელაშვილი გოგიტამ ერთი დარტყმით საიქიოს გაუშვას? თუ არ გჯერავს მაგასაც გამოგაცდებინებ რა ძალა აქვთ გოჩაშვილებს. ერთ წერილს მეორეც მოჰყვა. და ინტრიგანი ყოფილხარ CNN-ზე რო გამაშუქო ქართულ ოცნებას მაინც დედას ნავთ. იცნობ რომ კომენტარებს წერდა და პაცნობ ამხელა ჯორი შენი მეგრელი ჯიში მყან. თქვენ არ იყავით ქართველებს რო ხოცავდით ზურგიდან ავტომატების გულისთვის. თქვენ იყავით თქვენ სისხლმო ნებათაღელვას დაუყოვნებლივი რეაქცია საზოგადოებრივ გაერთიანებებში მოჰყვა. ეს არის პრევენციული ხასიათი, პროფილაქტიკური ხასიათის ხელისუფლების მხრიდან. სხვა დანარჩენი საზოგადოების მიმართ დაშინება, რომლებმაც უნდა თქვენ კალაძეს თუ ამდენს უბედავენ ყარყარაშვილს, ქეთიდოლიძეს და ვიღაცებს ცნობად სახეებს. ტერორის ახალი მეთოდების დანერგვასთან ერთად პოლიცია ძველ ჩვეულებასაც არ ღალატობს. ბოლო 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ქართული ოცნების კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი დაარტყეს. პარალელში მომხდარი ინციდენტის გამო თითოეულ მათგანს 15 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა. მეცხრე არხის მიერ გადაღებულ კადრებში კი კარგად ჩანს, რომ დაკავებულების სინამდვილეში თავად არიან დაზარალებულები. საზა ედუაშვილი გუშინ სასამართლოსთან ქართული ოცნების სხვა წევრები საგულშემატკივრად იყო მისული, რამდენიმე წუთის წინ კი სასამართლომ მასაც 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამტრედიაში კოალიცია ქართული ოცნების გუშინ დაკავებულ აქტივისტს კი ოჯახის წევრები შეცდომით ქუთაისის სამხარეო პოლიციაში ეძებდნენ. ოჯახის წევრებმა არც მისი დაკავების მიზეზი იცოდნენ. მათანაში ხოიჯაքի. ვიჯახი ვარ სკოლი და ადამიანი წავიდა ეძებს ოჯახი. ვეძებთ საკრებულო წევრები. ვერ მივაგენით ამ კაცს. იქნებ გითხრათ სად წაიყვანეთ და რატო წაიყვანეთ. ვინ გვიპასუხებს ეს ვისაუბრებთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცოტნე შენგელიაც გორის სასამართლოში გადაიყვანეს. ცოტნე შენგელიასა და ქართული ოცნების კიდევ ორ წარმომადგენელს სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გორში კოალიციის წარმომადგენლები აქტივისტების დაკავებას ხვალდაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ქართული ოცნების დაკავებული წევრები კარალეთის ინციდენტის დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ. რელოში სატელიტური თებშების გაყიდვების აკრძალვას მთელ საქართველოში ანტენების დეფიციტი მოჰყვა. თბილისის სავაჭრო ობიექტებზე დღეს უკვე ანტენების ბოლო მარადწყიდიან გავრცელებული ინფორმაციით ლილოს ბაზრობიდან ანტენების ყველა საბითუმო შემომტანს სატელიტური თებშები ჩამოართვეს. ლილოს ბაზრობაზე ბითუმად მოვაჭრეებისთვის სატელიტური თებშების ჩამორთმევამ ანტენების დეფიციტი შექმნა საქართველოს ბაზარზე. თბილისში, ქუთაისში, ფოცსა და ბათუმში სავაჭრო ობიექტებზე ამბობენ, რომ სატელიტური ანტენები ლილოდან ვეღარ მიაქვთ. დროებით ვერ შემოვიდეთ, რა თქმა უნდა, თუ ლილოში არ იქნება თებში, ჩვენ ვერ შემოვიდეთ. ამომრჩეველთა ლიგის ზუგდიდის ორგანიზაციაში დღეს საგანგებო ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ალტერნატიული კარდაკარის წევრებმა წარმოადგინეს მასალები, სადაც მათი თქმით ზუგდიდის რაიონში უკვე აღმოაჩინეს 7000 ადამიანი, რომლებიც არარსებულ ქუჩებსა და უბნებში არიან დარეგისტრირებული. 34000 ამომრჩევლიდან 7462 პიროვნება
არის გარდაცვლილი, უთხოვეცი წასული და დაუდგენელი პიროვნება. ეს არის პროცენტულად 22%. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში მორიგი დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ანაკლიაში ერწოდებულ ტრენინგებზე სტუდენტთა მორიგი ნაკადი ჩაიყვანეს. ისინი ამ დღეებში პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან. Können Puls wingiftet სასტუმროში. თვითონ რაიონი გუფინანსებს. მაკაჯიკია იმ სტუდენტთა სიაში მოხვდა, რომლებიც ანაკლიაში ტრეინინგებზე ჩაიყვანეს. მართალია არ იცის ტრეინინგი რა თემაზე უნდა ჩაუტარდეს, თუმცა იცის, რომ ანაკლიაში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივითა და გამგეობის დაფინანსებით იმყოფება.